ბატონი ელგუჯე ხოქრიშვილი ჩავერთოთ ახლა გერმანიიდან, რომელიც ამავე დროს საქართველოს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში როგორც ელჩი. მინდა მივესალმო მას და ვკითხო, რამდენად მოულოდნელი იყო ბატონ ელგუჯეის გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო განმარტებით დღეს გამოაცხადა და ფაქტობრივად კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სამწუხაროდ ეს არის მწარე რეალობა. სადაც ოცნების რეჟიმმა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და ზოგადად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მიიყვანა და სრულ იზოლაციაში მოაქცია, ხო? რომ გვესმოდეს რამდენად სერიოზული ნაბიჯია, დიპლომატიაში არსებობს ესკალაციის ეტაპები, როგორც ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას, ხო? პირველი ეტაპი ეს არის ვერბალური კრიტიკა, განცხადების გავრცელება. ეს ეტაპი გავლილია, შემდეგ მეორე ეტაპი ეს არის სხვა ქვეყნის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ეტაპიც გავლილია და ეხლა ჩვენ ვართ უკვე მესამე ეტაპზე, როდესაც ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ეს არ არის სიმბოლური ჟესტი, ეს არის მკაფიო გაფრთხილება, რომ გადაიხედება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თან თუ გავითვალისწინებთ იმას. ბატონო ელგუჯა, ზუსტად აქ მინდა რომ ჩაგეკითხოთ, ეს მხოლოდ ერთ ქვეყანა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მოახდენს ასახვას თუ გერმანიის წონის და პოლიტიკური გავლენის, მათ შორის ამ რეგიონთან მიმართებაში მისი გამოკვეთილი ინტერესისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, როგორ აისახება ეს მთლიანად ევროკავშირის პოზიციონირებას საქართველოსთან მიმართებაში? ეს არ იქნება მარტო გერმანიასთან, ჩვენ ნახეთ რომ ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაბარება მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ესკალაციის ამ ეტაპზეც მივიდა და თქვენ როგორც ახსენეთ შესავალში, ხვალ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მე არ ვფიქრობ რომ ეს დაბარება მხოლოდ დამთხევა არის, მე უფრო ვკითხულობ, რომ ეს არის ნიშანი, ერთიანი ევროპული სტრატეგიის გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ იქნება საქართველოზე საუბარი და თქვენ თუ დღის წესრიგს გადახედავთ, ხვალინდელი იმის. ჩვენ არ ვართ მთავარ თემად, მაგრამ ესეთი სათაური არის, მწვავე პრობლემების ქვეყნებთან განიხილება. ხვალ იქნება გაიცვლება აზრი და ჩამოყალიბდება საერთო ევროპული მიდგომა ქვეყანასთან. გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საქართველოს ხელმოწერილი აქვს ასოცირების ხელშეკრულება, ხო? ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დეკლარაცია, ამას აქვს სამართლებრივი ვალდებულებაც და იქ მუხლების მიხედვით რომ გადახედოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ამ სტანდარტების დაცვაზე, რაც ევროკავშირისთან დამოუკიდებელ ხელშეკრულებებით არის უზრუნველყოფილი, ეს ვალდებულებები ქვეყანას აღებული აქვს. აქედან გამომდინარე, საერთოდ გადაიხედება თვითონ ევროკავშირის ურთიერთობა კანდიდატის ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვა, ბატონ ელგუჯა, აქ არ არის საუბარი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ისიც კი, რაც ამ გზაზე წლების და თაობების განმავლობაში იყო მოპოვებული და მიღწეული. დიახ, ის რაც დავკარგეთ, იმაზე აღვლაპარაკობთ, რომ მაგალითად, ჩვენ როგორც ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ რა სარგებელი დაკარგა, მაგალითად, მოლდოვას მაგალითზე ან სხვა სტატუსის მქონე ქვეყნებთან შედარებით. აქ უკვე ლაპარაკია იმაზე, რაც უკვე გვაქვს, იმის დაქვეითება მოხდება. ესე მოხდა მაგალითად, რაც ყველაზე ჩემთვის სამწუხაროა გერმანიასთან. გერმანიასთან ჩვენ მქონდა ორმხრივი რაღაც უპირატესი თანამშრომლობის ფორმატი, არასტრატეგიული ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მიახლოებული და არა მარტო გაჩერდა ეს ურთიერთობა, ეს ნაბიჯი, რაც კონსულტაციებისთვის გაწევა ნიშნავს, რომ უკვე ამ არსებულ ამ ურთიერთობების გადახედვა მოხდება და მისადაგება ამ რეალობასთან და რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს
აქამდე მივედი ნაბიჯ, ანუ თქვენ ახსენეთ, რომ ანუ თუ გავიხსენებთ ფაქტიურად ამას ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა ქვეყანა და ამას ესეთი პრესტიჟული შვედური კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც ანუ საარჩევნო ავტოკრატია თაფასებს, ხომ? ანუ ყველა იმით მდგენელი შეგვიძლია დღეს არსებული სიტუაცია ქვეყანაში ანუ შევაფასოთ და ამიტომ ეს ტაქტიკა ბოლო ნაბიჯები იყო სულ ესე დაწყებული ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის რუსული კანონიდან ეს ამ მთელი დინამიკა რომელიც როგორც დინამიკა ანუ ხო ეს დინამიკა ეგრეთ წოდებული ეს კი ბატონო გუჯერ ამას ხوار დაამატებდით სანამ დაგემშვიდობებით მარტივ რამეს და ანუ რომ ავიღოთ ევროკავშირის და თვითონ გერმანიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ არ დაგვაუწყდეს რომ ანუ ეს ნაბიჯები ისინი ითვალისწინებენ საქართველოს მოსახლეობის იმ მისწრაფებას რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ეს კონფლიქტი დღეს არსებობს ივანიშვილის რეჟიმს და გერმანიას შორის აი ესე რომ ვთქვა სამწუხაროდ ეს რეჟიმი დღეს დე ფაქტო გამოხატავს ამ ანუ საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს ამ ორმხრივ ურთიერთობებში მაგრამ ჩვენი თითოეული მოქალაქის ის იქნება ვალდებულება რომ წინააღმდეგეთ აი ამ კონსოლიდაციას რომ არ დავრჩეთ იზოლირებული ამ ევროპული ინტეგრაციის. სწორედ ამით არის დაკავებული ჩვენი ქვეყნის აქტიური პასუხისმგებლიანი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლა ნაწილი რუსთაველზე აპროტესტებს, ნაწილი სასამართლოშია, უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა გითხრათ.